კვიპროსი ჩვენს გულებში. ბუნებიანი. ზიანი, ზღაპრული, მართლმადიდებლური, იდუმალი, მითიური, კოლორიტული, მრავალფეროვანი. კვიპროსი ჩვენს განკარგულებაშია. ნათელი, სქეფარე, მრავალენოვანი. კვიპროსი დიდი ხანია იქცა იდეალური საზღვაო დასვენების სინონიმად. იგი ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კურორტია. კუნძულ კვიპროსის რესპუბლიკა ცნობილია თავისი რბილი კლიმატით. ზით, რომელიც ანათებს და ათვებს მთელი წლის განმავლობაში. კუნძულის სახელთან ასოცირდება უამრავი ლეგენდა, რაც მას განსაკუთრებულ ხიბსა და იდუმალებას ძენს. სწორედ აქ წარმოდგა ზღვის ქალთა მშვენიერი აფროდიტე, რის გამოც კუნძული დღემდე სამუდამო სიყვარულთან და მშვენიერებასთანაა გაიგივებული. კუნძულს თავად ქალღმერთი მფარველობს. იქნებ სწორედ ამიტომ არის კლიმატი ასეთი კეთილშობილი. ხოლო სხვა ასეთი საამური. ადგილს, საიდანაც აფროდიტეს წოდან წარმოსდგა, ეწოდება პეტროტურუნი, რომელიც თავის მხრივ ახლოსაა ქალაქ პაფოსთან, კვიპროსის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილთან, სადაც იმით თავით იგრძნობა უჩვეულო ატმოსფერო, შენახული ისტორიული აურა. მეფეთა საფლავები, დიდებული ნანგრევები, სამაგონებელი ციხე-სიმაგრეები, უამრავი სალოცავი და ეს ყოველივე კრისტალურად კამკამა ზღვის ფონზე. პაფოსი 600 წლის განმავლობაში იყო კვიპროსის დედაქალაქი. მას უკავია კუნძულის დასავლეთ ნაწილი. ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარს ეკვრის შუა ზღვა. ხოლო პაფოსის თვალსწამტაცი ნავსადგური აგებული იქნა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აყვავების პერიოდში. პაფოსი ესაა მშვიდი, პრესტიჟული კურორტი, ლამაზი ყურეებითა და სასტუმროებით ნებისმიერი გემოვნებისათვის. საუკეთესო ქუჩის სანაპიროდ ვრცელდება ყორალის ყურე, ქალაქიდან 15 წუთის სავალზე. ძელი, ფართო და ღია ფერის ქუჩის პლაჟი დამშვენებელი ცისფერი დროშით. მაქსუბთაა, წყლისდანე დაბალია და შესაბამისად უსაფრთხოა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველა პლაჟი კვიპროსზე მუნიციპალურია, რაც გულისხმობს, რომ ყველას შეუძლია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარშე შეიაროს და დაწვის ყველგან, სადაც მოესურვება მათ შორის სასტუმროების შემოგარენშიც. თუ გინდათ შეიგრძნოთ კვიპროსის მთელი მშვენიერება, აუცილებლად მოინახულოთ ტაჯიბ საფარი, ველური ბუნების თვალსმოფარებული კუთხე-კუნჭულები, წამტაცი ფერების ყურეები, ზღვა და რა იქნება შემდეგი? რა თქმა უნდა, გაინძერით პლაჟზე დასვენების შემდეგ. აქ ბანანები ცხარობს. ეს პატარა თბორი მიიჩნევა აფროდიტეს ერთადერთ საბანაო ადგილად, ლეგენდის თანახმად. სწორედ აქ იბანდა თავის თვეებრივ სხეულს, ხოლო ჩვენთვის მოგვდავთ იმისათვის, რომ წყაროს მისდოთ მიწის მუხლებზე დადგომა. ყოველთვის ლამაზი ვიქნები. აფროდიტეს ლამაზი საიდუმლოს გაზიარების შემდეგ მივემართებით კვიპროსის მთავარ კურორტზე. ესაა ახალგაზრდული გართობის ცენტრი აიანაპო. აქ მდებარეობს კუნძულის ყველაზე თვალწამტაცი ნისის სანაპირო. ასობით სასტუმრო, კაფე და კლუბი ყოველწლიურად აღებს კარს 10,000-ობის სტუმრისათვის. ბოლო წლების მანძილზე აიანაპო გახდა ტოპ კურორტი, არა მხოლოდ კვიპროსის მასშტაბით, არამედ მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში და საკმაოდ ხშირად მას უწოდებენ კვიპროსის ლას-ვეგას ენერგიული ცხოვრების რიტმის გამო. ეს ჭეშმარიტად ფანტასტიკური ადგილია მათთვის, ვინც აღმერთებს ზღვას, სხვადასხვა წყლის სპორტის ნაირსახეობებსა და მშფოთარე ღამის ცხოვრებას. ტურისტები, უმეტესად კი ახალგაზრდები, ერთობიან 24 საათის განმავლობაში. მათთვის კი ვისთვისაც პრიორიტეტულია სიმკვიდროვე, კურორტი მშვენიერ ალტერნატივას თავაზობს. აიანაპოდან არც ისე შორს მდებარეობს უნიკალური მშვენიერებისა და სიმკვიდროვის ადგილი, მის გრეკო, რომელიც უძველესი დროიდან დაკავშირებულია ქალღმერთ აფროდიტეს სახელთან. აქ ცისფერი ლაგუნები უერთდება ნაპირებს, როგორც თვალის მოჭრილი ყელსაბამი.
აქ ხვდებით ხელთუქმნელ ხიდებს. ნაირფერი ქვები ბუნებრივი დეკორაციაა ფოტოსესიისთვის. აქ ზღვის ტალღები ქვებზე საოცარ მოხატულობას ვიფრავენ. აქვე შემღუმეები ხიბლავს მოყვარულ მკვინთავებს თავისი იდუმალებით. მის გრეკოდან არტისის შორის მდებარეობს კვიპროსის კიდევ ერთი ცნობილი კურორტი, პროტარასი. არტისი დიდი ხნის წინ ის იყო პატარა მეთევზეთა სოფელი. მაგრამ დღეს მისი განვითარებული ინფრასტრუქტურისა და ვცერი ქუსის სანაპიროების გამო ტურისტები სიამოვნებით სტუმრობენ ამ პატარა ქალაქს. და მაინც კვიპროს ეჭვებს არ შევიზღუდოთ თავი ერთი კონკრეტული ადგილი. კუნძულის თითოეული ღირსშესანიშნაობა იმსახურებს ყურადღებას, რომ თქვენს მოინახულოთ. მით უმეტეს, რომ კუნძულზე მშვენიერი გზებია და მათზე გავლა ცალკე სიამოვნებაა. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. კარგი გზების დაგება კვიპროსში მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყეს. ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე სამგზავროდ იყენებდნენ ვირებს, რომლებიც სულაც არ არიან ისე დიდი უტები, როგორებადაც წარმოგვიდგენია. პირიქით, საკმაოდ დამჯერები არიან. იმისათვის, რომ შეიგრძნო კუნძულის მთელი ატმოსფერო, გაიგოთ როგორ ცხოვრობს ხალხი დღემდე მიკარგულ სოფლებში, უსათუოდ ესტუმრეთ ფერმას და გაიზეინეთ ვირით შემოგარენში და შეიგრძნით კვიპროსს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კუნძულზე უნდა წავიდეთ, შილის ზღვის გამო. მართლაც გამტვირთველი გარემოს ძიებაში. ასეც თქვენ იპოვეთ კვიპროსის სიდიდით მეორე ქალაქ ლიმასოლიში. კომფორტული კლიმატის, სტუმარს მოყვარეობისა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის გამო კურორტმა შეიძინა ახალი სახელწოდება კვიპროსული რივერა. აუცილებლად დაწყვით ლიმასოლის მარინადი, თქვენ ბულგრილს ვერ დაგტოვებთ სხვადასხვა ფერის სახლები, ლამაზი იახტები და ძვირადღირებული ევროპული რელაქსის ატმოსფერო. თვითონ კვიპროსელები სიამოვნებით მოდიან აქ მთელი ოჯახით ყავის ან თუნდაც ალკოჰოლის დასალევად. ადგილობრივებმა იციან კარგი ადგილების ფასი. ქვის მარინადან ცოტა მოშორებით მდებარეობს ძველი პორტი, რომლის გასწვრივ განფენილია ფეხით მოსიარულეთა ზონა. იქვე პორტთან იწყება საინტერესო ძველი უბნები, ვიწრო ქუჩებით, მრავალგვარი ტავერნებითა და სუვენირების ბაზრობებით. აღსანიშნავია, რომ ქუჩები მოვლილია და სუფთაა, ხოლო წვრილი დეტალები განსაკუთრებულ შარმს მატებს აქაურობას და ძველ ლიმასოლში ყოფნას მეტად კომფორტულს ხდის. ამ კურორტზე ყველა იპოვის თავისი გემოვნების თავშესაქცევს, იქნება ეს იახტი თუ ცხენის სეირნობა და ასე შემდეგ. ხოლო ზამთრის სეზონი გულისხმობს თხილამურებით ცრიალ მთებში. თუმცა თუ თქვენ ორიენტირებული ხართ გამტვირთულ მზიან დასვენებაზე, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმროს მოვლილ ტერიტორიებზე და საუკეთესო პლაჟებზე. ლიმასოლის შემოგარენში ასეთად იქნება ლერისმაის სანაპირო. ის განფენილია ქალაქის დასავლეთით 8 კილომეტრზე. ლიმასოლის დასავლეთით სულ რაღაც 9 კილომეტრში მდებარეობს შუა საუკუნეებით დათარიღებული კოშკი კალოში. თავდაპირველად მე-13 საუკუნეში ის იყო ჰოსპიტალიერი რაინდების ცენტრი, შემდეგ გადავიდა ტამპლიერების მფლობელობაში. სწორედ აქედან იღებს სათავეს კვიპროსული ღვინო კამანდრია. ძნელი წარმოსადგენია რაინდი ღვინის გარეშე. დღემდე კოშკის ირგვლივ ხარობს ვენახი, რომლისგანაც გზადდება ლეგენდარული რაინდული სასმელი. კალოსიდან ცოტა მოშორებით თქვენ შეხვდებით ანტიკური ქალაქ კურიონის ნანგრევებს. ეს კუნძულის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მისი წარმოშობა უკავშირდება მიკენურ ხანას. დღევანდლამდე შემონახულია აპოლონის შალოცავის ნანგრევები, ანტიკური მოედნები, მოზაიკები და ბერძნულ-რომაული ამფითეატრი, რომელსაც თავდაპირველი ფუნქცია დღემდე შენარჩუნებული აქვს. აქ ტარდება მუსიკალური ფესტივალები, კონცერტები და იზრდება ძველბერძნული ტრაგედიები. დატყვით მზის ჩასვლისას ამ ადგილით და თქვენ ნახავთ კვიპროსს ისეთს, როგორც ის იყო ტურიზმის ეპოქამდე. დუმარეს, ეაკანისფერით მქონესა და ლურჯ თვალებაღ მაწულს, ზეთისხილის გვირგვინით შემკულს.
ლარნაკა არის კიდევ ერთი პოპულარული კურორტი კვიპროსზე. პირველი სტამბეჭდავი ხედები ჯერ კიდევ აეროპორტიდან მომავალ გზაზე იშლება. ეს არის თვალწარმტაცი მარილიანი ტბა ალიკი, სადაც იზამთრებს ფლამინგო. თვითონ ქალაქის სანაპიროს დაუტოვებად შეგვიძლია ვნახოთ უნიკალური ისტორიული ძეგლები, პლაჟები, საუკუნოვანი განძი, ციხესიმაგრე, მეჩეთი, ალკიბირი, წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესია. ეს ყოველივე ერთმანეთის მიყოლებით შეგვიძლია ვნახოთ. ლარნაკის სიმბოლო აფერით მოსიარულეთა ქუჩა ფილიპუდუსი. გასული საუკუნის 20-იან წლებში აქ გაშენდა პალმების ხეივანი, რის სახელით ეწოდა თავად სანაპიროს. ლარნაკის მთავარი პლაჟი მაკენზი მდებარეობს უფრო აეროპორტთან, ნოვა სახელწოდების მქონე რაიონ მაკენზიში. ყველაზე გემრიელი თევზის გასინჯვა შესაძლებელია სწორედ აქ. კვიპროსის ყველაზე სახელგანთქმულ კერძად ითვლება მიზე, რომელიც არის ცხელისა და ცივის ერთგვარი კომბინაცია. ის შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერ რესტორანში და თუ ოდესმე მოხვდებით ამ კუნძულზე, ნუ გაუშვებთ ამ შანს ხელიდან. ახლა ჩემს წინ ხედავთ მიზეს ორ კაცზე, ასე მოკრძალებულად სადილობენ კვიპროსზე. დავიწყოთ ცივი მისაყოლებლებით. ეს სასიამოვნო ვარდისფერი ტანასალათი მზადდება ხიზილალისა და იოგურტის კომბინირებით. შემდეგ ტახინი, ეს არც ისე სქელი საწებელია, რომელიც შირბახტისგან მზადდება და ძალიან გემრიელია. იგი ასევე გავრცელებულია საბერძნეთში, თუმცა უფრო სქელი კონცენტრაციით. რა თქმა უნდა, ზეთისხილის შემდეგ ჰუმუსი, ეს არის მუხუდო საწებელი. აქ მე ვხედავ კომბოსტოსა და სტაფილოს განსხვავებულ სალათებს. გემრიელია, მე უკავსინჯე. რა თქმა უნდა, ასევე წარმოუდგენელია კვიპროსი ბერძნული სალათის გარეშე. რაც შეეხება ცხელმისეყოლებლებს, ისე წარმოუდგენელია ორი სახის ღუმელში და კეთზე შემწვარი. აქ არის 5 განსხვავებული სახეობის თევზი, კაპაჭინა, ხონდქარა, იგივე ბარაბული. აი რაღაც ეგზოტიკური სახეობის თევზი, შიმშელისგან დამზადებული მწვადი. არაფერს ვამბობ კრევეტებზე, კალმარზე, ჩემს საყვარელ მიდიებზე. ნუ შეგშურდებათ ჩემის ჯობს დავადესტუმროთ კვიპროსს. დააყოლეთ თეთრი ღვინო. ეს რაც შეეხება და კერძებს. ახლა დასმელების ჯერია. მე აქ შემომთავაზეს დამელია ყურძნის არაღი, რომელსაც ქვია ზივანია. ეს მოგაგონებთ რუსული ოჯახის არაღს, რომლის გამოხსნა ხდება კვიპროსის სოფლებში. ამის დალევას მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ, მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ რუსული არყის სურნელება აქვს და სავარაუდოდ მაღალ ალკოჰოლურია. რაც ყველაზე საინტერესოა, აქ წარმოდგენილია სადეცერტო ღვინო კომანდარია, რომელიც დიდი ხნია იწარმოება კვიპროსზე და ის კუნძულის ნამდვილ სიმბოლოდ ითვლება. გაგვიმარჯოს ჩვენ და მშვენიერ კვიპროსს. არაჩვეულებრივ სამზარეულოსთან და идеალურ კლიმატთან ერთად კვიპროსი მსოფლიოში განთქმულია ნაქარგებით. ეს ერთგვარი ნაციონალური ბრენდია. თავის დროზე მისი დაღწევა თავად ლეონარდო და ვინჩი, რომელმაც მოინახულა კუნძული ბიზანტიური მმართველობის პერიოდში. მან შეიძინა ნაქარგი ტილო, რომელიც დღემდე ამშვენებს მილანის კათედრალური ტაძრის საკურთხეველს. და კიდევ კვიპროსელების საყვარელი ადგილი საქორწინო ფოტოსესიისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევკარში ქარგავენ არა მხოლოდ ზაფით, არამედ ვერცხლითაც. ესაა ფილიგრანული ტექნიკით დამზადებული ხილმეკეთის სამკაულები, ყველაზე ხშირად პეპლებითა და ყვავილებით გაფორმებული. სწორედ რომ მსგავსი ორნამენტებით წარმოჩენდება ოსტატის ტექნიკა. ეს ყოველივე კი 500 წლის წინ იმით დაიწყო, რომ ლევქარის სიახლოვეს აღმოჩენილი იქნა ვერცხლის საბადო. სწორედ ამის შემდგომ თითოეულ სახლში გაიხსნა სახელოსნო და სოფლის მაცხოვრებლებს მიეცათ საშუალება წარმოიჩინათ საკუთარი შესაძლებლობები. სოფელი ლევკარა მდებარეობს უზარმაზარი ვულკანური წარმოშობის მთების ტროდუსის ძირში, რომელიც თავის კედრის ხშირ ტყეებში სხვა საგანძურებსაც მალავს. ერთ-ერთი საგანძურთაგანია კიქსის ღვთისმშობლის სამეფო მონასტერი, რომელიც დათარიღებულია მე-11 საუკუნით. მონასტრის შუაგულში გამოსახულია ღვთისმშობლის ხატი, რომლის შემოქმედი გადმოცემის თანახმად წმინდა მოციქული ლუკაა. ხატი დაცულია დახურულ სივრცეში და კარი არასოდეს იღება. იქნებ იმიტომ, რომ ასეთი იყო თავად იმპერატორის სული, ან იქნებ იმიტომ, რომ ამ გზით ხატი ინარჩუნებს სიწმინდესა და იდუმალებას.
ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი კვიპროსი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე. არაჩვეულებრივი ბუნებრივი ლანდშაფტებით, გასაოცარი კურორტებით, უძველესი ისტორიით, საამური ზღვით. ღვთაებრივი, ყველაზე თბილი კუნძული ხმელთაშუა ზღვისპირეთში დაუჯერებლად მიმზიდველია და ვინ იცის, იქნება თავად აფროდიტეს ხელიურებია იმაში, რომ ყველა საჯადოებს და თავს აყარებს კვიპროსი თავისი მშვენიერებით.